გამარჯობა ჩემო მეგობრებო, ამ ვიდეოში მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიპოვოთ უფლება იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც თქვენს ბებოს, პაპას, ბაბუს ეკუთვნოდა და შესაძლოა მემკვიდრეობით დაგჭათ. წინა ვიდეოსთან ერთად სხვა ვიდეოზეც მუშაობდი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თემაც ბევრისთვის საინტერესოა და მალე დავდებ ამ ვიდეოსაც, ამიტომ თუ ეხლა პირველად მოხდი ამ არხზე, გამოიწერე და კეთილი იყოს შენი subscribe. ახლა კი საკითხი, რომელიც ჩავთვალე, რომ უფრო პრიორიტეტული იქნებოდა თქვენთვის, იმიტომ რომ საქმე ეხება იმ სააგარაკე მიწის ნაკვეთების თქვენ საკუთრებაში დაბრუნებას, რომელიც შესაძლოა მემკვიდრეობით გერგება, მაგრამ დოკუმენტებისა და ინფორმაციის ნაკლებობის გამო ვერ ახერხებთ მის დაბრუნებას. უნდა გითხრათ, რომ ასეთი მიწის ნაკვეთის თქვენ საკუთრებაში დაბრუნება სავსებით შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დოკუმენტები არ გაგაჩნდეთ, უბრალოდ უნდა მოასწროთ 2025 წლის ბოლომდე, რადგან წლის ბოლოდან უკვე ახალი რეგულაციების მიხედვით ყველა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც არ იქნება საკუთრების მოთხოვნა დაყენებული, ავტომატურად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. მე შესაბამის მიმართულებას მოგცემთ ახლა და ვიდეოს ბოლოს იმასაც გეტყვით, თუ ვინ შეიძლება დაგეხმაროთ ამ საქმის, ამ პრობლემის მოგვარებაში, მანამდე კი უფრო ნათელი რომ იყოს, რასთან გვაქვს საქმე და შესაძლებელია ასეთი მიწის ნაკვეთი თქვენ საკუთრებაშიც აღმოჩნდეს, გავყვეთ ეტაპებს. მიწების განაწილების საკითხი, რაც შეეხება მებაღეობის ცნებას, საბჭოთა კავშირში 1960-იან წლებში ჩნდება პირველად. სტანდარტულად, როგორც წესი, 600 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გაიცემოდა და შეგეძლო სურვილის მიხედვით, რომ გაგეზარდა 3500 კვადრატულამდე მიწის ფართობი და როგორც ცნობილია, ძალიან ცოტამ თუ ისარგებლა ამ შესაძლებლობით მაშინ. მიწების განაწილება ამ პრინციპით 1990 წლამდე გაგრძელდა და საერთო ჯამში 80,000 ნაკვეთი გაიცა, რომელთა უმრავლესობას მესაკუთრე ჯერ კიდევ არ გამოჩენია და ახლაც ჰაერშია. 1994 წლიდან იწყება უკვე მიწის ახალი რეფორმა, მიღებული იქნა ახალი კანონი, რომლის თანახმადაც კიდევ 300,000 ნაკვეთი გაიცა. დარიგდა ფაქტიურად. ამ რეფორმას ერთი კარგი მიზანი რაც ჰქონდა, რამაც სამწუხაროდ დიდხანს ვერ იარსება, ეს მიზანი იყო კაპიტალიზმის შემოტანა. ანუ გადაწყვიტეს, რომ მოდი გამოვიყვანოთ ხალხი კოლმეურნეობის მონობიდან და გავხადოთ ისინი მესაკუთრეები, განვაკერძოთ საკუთრება. და ასე დაიწყო უსასყიდლო პრივატიზაცია. დაიწყეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა და ეს იყო უბრალოდ მიღება ჩაბარების აქტი. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული სამოქალაქო კოდექსი გერმანული სამართლის პრინციპებზე დგას, მალე საქართველოში მოწვევით ჩამოდიან გერმანიის წარმომადგენლები და იწყება ახალი გერმანული პროექტი, რომლის მიზანიც იყო ამ დოკუმენტების აღრიცხვის უზრუნველყოფა. აღრიცხვიანობა თავიდან კარგად მომდინარეობდა, თუმცა მალევე იწყება გამიზნული ხელი შეშლა ამ პროცესის ჩინოვნიკებთან დაახლოებული ეგრეთ წოდებული გავლენიანი ტიპების მიერ, ან გავლენის სფეროს წარმომადგენლების მიერ და ამის მიზანი იყო ერთადერთი და ძალიან მარტივი, რომ დოულათიანი ადამიანი რთული სამართავია. თან ეს ყველაფერი აგერ ჩვენ ხელშია, ეს მიწის ნაკვეთები, რომლის ხელში ჩაგდებათ სამართლებრივად ამ პირებისთვის მარტივი იყო. ამიტომ თუ ეს ყველაფერი აღირიცხა, რაღაცო გავირთულოთ შეკაცოს საქმე. მოკლედ, ბევრი ხელოვნური ბარიერი შექმნეს, მათ შორის ძალიან ბევრი აბსურდულიც და საბოლოოდ გერმანულმა მხარემ უარი თქვა ამ პროექტის დასრულებაზე, თუმცა ეს დამუშავებული მასალები დატოვეს. ეს დამუშავებული და აღრიცხული მასალაც არ იყო ცოტა, ამიტომ იგივე ხალხის მიერ, იგივე მიზნებით იწყება ამ დოკუმენტაციის განადგურება, რაც ხშირ შემთხვევაში შემთხვევით გაჩენილ ხანძარს ბრალდებოდა ხოლმე როგორც წესი. ის თუ ახლა რატომაც ვწერ ამ ვიდეოს და რატომ ვამბობ, რომ იმ დოკუმენტებში თქვენი საკუთრებაც შესაძლოა იყო, რომელიც მემკვიდრეობით გეკუთვნით, არის ის, რომ ამ დოკუმენტების ნაწილი ახლაც არსებობს. ამის მიზეზი კი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აი მანამდე როცა დაიწყო ეს მიწების განაწილება, მაშინდელი ბიუროკრატია. საკმაოდ მკაცრად ხდებოდა ამ ყველაფრის დოკუმენტირება. დღეს რამაც გადაარჩინეს დოკუმენტები, არის ის, რომ საბუთი კეთდებოდა 4-5 ეგზემპლარი. ანუ ერთი ოჯახისთვის, ერთი საწარმოსთვის, ერთი სახელმწიფოსთვის, მუნიციპალიტეტისთვის და ბუნებრივია ერთდროულად აი ამ დოკუმენტების განადგურება შეუძლებელი იყო. რომ დაუბრუნდეთ აღრიცხვიანობას და ახლა უკვე 2000-იანების წლებიდან USAID-ის დაფინანსებით იწყება ახალი ეტაპი. თუმცა მხედველობაში იქნა მიღებული არსებული ცუდი გამოცდილება, ამიტომ USAID-მა მოითხოვა გარანტიები და სავალდებულო გახადა ინფორმაციის გაციფრულება. კეთდებოდა სავალე ჩანაწერები, რაც აღირიცხებოდა ციფრულად, მაგრამ აი აქაც ჩდება ერთი დიდი მაგრამ, აღარ გაკეთებულა აღრიცხული მიწის ნაკვეთების რუკაზე ასახვა.
ისევ გავლენის სფეროს ჩარევისთვის კარი სპეციალურად დატოვეს ღიად. ეს ჩანაწერები იყო უბრალოდ საინფორმაციო, შეიცავდა მესაკუთრის სახელს, გვარს, მიწის ნაკვეთის მოცულობას, სამწუხაროდ არც ზუსტი საზღვრები არ ყოფილა განსაზღვრული. როგორც ირკვევა, ეს ბაზა საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის და საჭიროა იურიდიულად ბრძოლა. გავლენიანი სფეროების მიერ უკვე თანამედროვე გზებით ხდება მიწების დასაკუთრებები, რაც გულისხმობს სახელმწიფო აუქციონის გამოცხადებას და ნაკვეთების თითოეულად შეძენას. დღეს სიტუაცია შემდეგნაირია, სამწუხაროდ საბუთების შემნახველი ხალხი ცოტა აღმოჩნდა, როგორც ფიზიკური პირები, ასევე ადმინისტრაციული დაწესებულებები, ამიტომ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს უბრალოდ, თუმცა 50-მდე ნაკვეთი უკვე დაბრუნდა და 50-მდე ოჯახს დაუბრუნდა საკუთრება. კუთვნილი სააგარაკე მიწის ნაკვეთის დაბრუნება იმხელა პრობლემა არ არის, რამხელაც უშუალოდ დაჯერებაა, რომ ეს ნამდვილად შესაძლებელია. უბრალოდ ამას ბრძოლა და თქვენი მონდომება სჭირდება, რომ დაიბრუნოთ ის, რაც თქვენია, რაც გეკუთვნით და რაც მემკვიდრეობით დაგჭათ. ბოლო ახალი რეფორმა, ეს მიწის სისტემური რეგისტრაცია 2022 წელს დაიწყო და ამ პერიოდში საშუალება გაქვთ, რომ უფასოდ დაირეგისტრიროთ საკუთრება. მიწის რეფორმა მთავრდება 2025 წლის ბოლოს და ამის შემდეგ უკვე ყველა დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. ამიტომ გამოიყენეთ ეს დრო, რომ დაიბრუნოთ ის, რაც ნამდვილად თქვენია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მიწები მებაღეობის მიზნით დარიგებული და განაწილებულია, დღეს ადამიანები ამბობენ, რომ იქ უკვე მშენებლობებია და მიწის დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ. ამის მაგალითი შეიძლება იყოს საბურთალოც, რომელიც ერთი მთლიან ველს წარმოადგენდა და ამის შესახებ ჩემი წინა ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ, სადაც საბურთალოს შესახებ საუბრობ. მაგალითად, იპოდრომის ტერიტორია და ეხლა მინდა გაჩვენოთ ერთი ვიდეო. ძალიან ცოტა თქვენგანს თუ სმენია, რომ ამ ტერიტორიის მოპირდაპირე მხარეს, იპოდრომის მოპირდაპირე მხარეს არსებობდა მებაღეობისთვის განკუთვნილი სააგარაკე სივრცე. ეს არის საირმის გორის მხარე და საირმის გორაზე რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, არსებობდა მებაღეობებისთვის გამოყოფილი სააგარაკე ნაკვეთები. დავიწყეთ მოძიება ამ მასალების და ნამდვილად აღმოჩნდა, რომ ამ ზონაში არსებობდა სააგარაკე ნაკვეთები. ვიღაცეებმა ეს ტერიტორიები მიიღეს საკუთრებაში და რა თქმა უნდა არ აწყობდათ აქ რეალური მესაკუთრეების გამოჩენა. ნახეთ ახლა მაგალითად რამხელა კორპუსები არის გამოშენებული, ახლა ვინაც დატოვებს აქ, ხო? ვისაც გახსოვთ ან შეიძლება არ გახსოვთ, მაგრამ თქვენ ოჯახის წევრს ჰქონდა ეს აქ ნაკვეთი მიღებული, გეტყვით, რომ სრული უფლების დამდგენი დოკუმენტები გვაქვს მოძიებული, შეძლებთ ზიანის ანაზღაურებას. ამ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხდება ნაკვეთის დაბრუნება, შეგიძლიათ მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება. იჩქარეთ, სანამ ჯერ კიდევ დროა და დაიბრუნეთ თან თქვენი ნაკვეთები, ან მიიღეთ ზიანის ანაზღაურება. მიწაზე, რომელიც თქვენ გეკუთვნით და დღეს უკვე აშენებულია კორპუსები, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დაკარგეთ. იურიდიულად და სამართლებრივად შეგიძლიათ მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება და ამის პრეცედენტი უკვე არსებობს. ეს ბიჭი არის სწორედ ის, ვისთანაც დეტალურად გავიარე ამ თემის ირგვლივ ყველა ნიუანსი, ადვოკატი ბონდო ყიფიანი. მის YouTube არხს და საკონტაქტო ინფორმაციას ვიდეოს აღწერაში დაგიტოვებ. ასე რომ, თუ უბრალოდ ინფორმაცია გაქვთ, რომ გეკუთვნით სააგარაკე მიწის ნაკვეთი, არ აქვს მნიშვნელობა საბუთები გაქვთ, თუ არ გაქვთ, ბონდო დაგეხმარებათ ამ დეტალების გარკვევაში. ახლა კი ვიდეოს დალაიქებათ და არხის გამოწერაც არ დაგაუწყდეთ და გისურვებთ, რომ დაიბრუნოთ ყველაფერი ის, რაც გეკუთვნით, რაც თქვენია.